61 მომხრე და 1 წინააღმდეგი. რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. კონგრესი მიესალმება იმ ფაქტს, რომ დაძაბული წინასაარჩევნო გარემოს მიუხედავად 15 ივნისის არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. რეზოლუციაში ასევე დადებითადაა შეფასებული მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით 50+1 ხმით არჩევა. კეჭისყრამდე სიტყვით საარჩევნო მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი გამოვიდა ჯოს ვიენენმა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აგზულ საქმეებზეც ისაუბრა ცოტა ხნის წინ დელეგატებს სიტყვით თბილისის მერმაც მიღმართა. სამართლებრივი თვალსაზრისით კმაყოფილები ვართ, რომ ხელისუფლება მერების და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნებში ზღვრად 50+1 ბარიერი დააწესა. ამ მოდელით ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლება მოსახლეობის მიერ აირჩევა. ეს მნიშვნელოვანი წვლილია დემოკრატიის განვითარებაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ თავის რეზოლუციაში აღნიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ყოფილი მმართველი პარტიის თითქმის ყველა ლიდერი დააკავეს, მათ შორის თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. უნდა აღნიშნოთ, რომ როგორც დანაშაულია ჩვენთვის მიუღებელი, ისე პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართალი. ჩვენ რამდენიმე რამ შევცვალეთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მთავარი არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ძალაუფლება გაიზარდა. რეფორმებიდან არ გადავუხვევთ. მიზანია ეფექტური თვითმმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივების კეთილდღეობაზე. რაც შეეხება საკითხს, რომელიც წინა გამომსვლელმა აღნიშნა. გიგი უგულავას დაკავება სამართალდამცავების პრეროგატივაა. მას 60 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაც ედავებიან საარჩევნო პერიოდში.